როგორ რანაირად შეიძლება საკუთარ ხალხს დაუპირისპირდეთ ძალით. ჩვენ მასწავლებლებს შრომის იარაღით სიტყვა გვაქვს, ბრძოლის იარაღით სიტყვა გვაქვს. იქ პროტესტს გამოხატავდა ადამიანების სიტყვით. რატომ არავინ არ უპასუხა სიტყვით? რატომ გამოვიდნენ და დაიწყეს რობოკოპებით ძალადობა და თავისუფლების შეზღუდვა? ფაქტობრივად, როდესაც საუბარია, რომ 78 მუხლიო, რა 78 მუხლი ხალხო? თავისუფლების უფლებაა შეზღუდული. თანასწორობის უფლებაა შეზღუდული. სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა შეზღუდული. ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? მაგრამ მე მგონია, რომ ხალხის ის ნაწილი, ვისაც არ ეშინია ხმამაღლა თქვას თავისუფალი სიტყვა, არის მაგალითი იმ დარჩენილი საზოგადოებისა, რომელსაც ეშინია რომ თქვას ხმამაღლა ის რაც ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უკეთესად, ჩემზე განათლებული ადამიანები ხედავენ, მაგრამ ძალიან ბევრი სამწუხაროდ ვერ ბედავს სიტყვის ხმამაღლა თქვას. სამწუხაროდ.